ეცვლებაც არის საერთო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რომლის საბოლოო მოტივიც მდგომარეობს ერთ რაღაცაში, რომ მოხდეს ხელისუფლების ყველა სტრუქტურის უზურპაცია, უბრალოდ აქ არანაირ საკანონმდებლო ცვლილებაზე არ არის საუბარი, პრეზიდენტის მაგივრად არის ჩასმული მთავრობა და ვფიქრობ, რომ აი ამ მნიშვნელოვანი სტრუქტურის უზურპაციაც ხელში ჩაგდება აქვს გადაწყვეტილი ივანიშვილის რეჟიმს. სამწუხაროდ წინა ხელისუფლებამ მოახდინა მთლიანად უსაფრთხოების სექტორის პოლიტიზირება, მათ შორის დაცვის სპეციალური სამსახურის, რომელიც გარდაიქცა არა რეალურად სახელმწიფოს ობიექტების თუ მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების დაცვის ინსტიტუტად, არამედ ის ემსახურებოდა წინა ხელისუფლების კომფორტს და მათ უსაფრთხოებას. ამ შემთხვევაში სისტემურად თუ შევხედავთ, პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში არსებული სამთავრობო დაწესებულების და ასევე შესაბამისი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, მას უნდა ქონდეს სწორედ ვალდებულება იმისა, რომ უზრუნველყოს შესაბამისი უსაფრთხოება. არსებული სისტემით კი იცით, რომ ეს ყველაფერი დღეს პრეზიდენტს აქვს და უბრალოდ არ არსებობს სხვა არგუმენტი, რომელიც გაამყარებს მის ქვეშ აი ამ სისტემის დაქვემდებარებას.